გამარჯობათ. თქვენ უსმენთ ჩოხატაურის ხმას. თამთა წინწაძესთან ერთად. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ახალგაზრდა მხედარი გიორგი წინცაძე, რომლის სახელიც უკვე დიდი ხანია იციან ცხენოსნობის სამყაროში. ის 13 წლის იყო პირველად ცხენზე რომ შეჯდა და საჯირითოდ გავიდა. თვლის რომ გამარჯვება მხოლოდ მედალი არ არის, ეს არის დისციპლინა, შრომა და რა თქმა უნდა უსაზღრო სიყვარული ცხენის მიმართ. მიუხედავად ასაკისა, მას უკვე არაერთი გამარჯვება და წარმატება აქვს მოპოვებული. 21 პირველი ადგილი, რასაც მიზანდასახულობა და ყოველდღიური შრომა ვარჯიში უდევს საფუძვლად. დღეს დავინახავთ, რა დგას ამ გამარჯვებების უკან და როგორია მისი გზა მომავალ დიდ ასპარეზობამდე. პირველი ადგილი მიდის ჩოხატაურში, ცხენის შამსია, გიორგი წინცაძე. აპლოდისმენტები, გიორგი წინცაძე პირველი ადგილი. 3 სეზონის შემდეგ თასტოვებს ჩვენი სამეგრელო და მიდის ჩოხატაურში. მე ვარ გიორგი წინცაძე, 15 წლის ჩოხატაური. როდის და როგორ დაიწყე ცხენთან ურთიერთობა? პირველად რომ რამდენი წლის იყავი რომ შეჯიბრზე გამოხვედი? 13 წლის ასაკში პირველად გამოვედი შეჯიბრზე 19 აგვისტოს ბაქოროში და 19 აგვისტომდე დაახლოებით 2 თვით ადრე დავიწყე ასე ვთქვათ ცხენთან უფრო ახლო ურთიერთობა. ძალიან კარგი. რა იყო შენი мотиваცია? რა მოგცა мотиваცია იმის რომ აი ცხენზე დამჯდარიყავი და გიფიქრა ამ სპორტის სახეობაში ჩართვაზე? ჩემი ყველაზე დიდი мотиваცია აქამდე და დღესდღეობითაც ის არის რომ თუ როგორი სპორტსმენი იყო ჩემი დიდი ბაბუა და ჩემი წინაპრების ასე ვთქვათ ისტორია. გააგრძელე დიდი ბაბუის ისტორია. კი ბატონო. ოჯახზე როგორ საუბრობთ? როგორ შეხვდა შენი ოჯახი ამ შენს გადაწყვეტილებას? ოჯახი ძალიან კარგად შეხვდა, რადგან თავიდან ბაბუამ დამიწყო ჩემთან საუბარი იმ თემაზე, თუ როგორი იყო ჩემი დიდი ბაბუა, შემდეგ თუ როგორი კარგი სპორტსმენები ყავდა ჩოხატაურს და როგორი გუნდური თამაში იცოდნენ და ამ ყველაფრის შემდეგ ყველაფერში ასე ვთქვათ ხარ დამიჭირდა და დამეხარა ჩემი ბაბუა. ცოტა შიში ხო არ ქონიათ 13 წლის ბავშვი ცხენზე ამხედრებული? არ ქონია, რადგან 2 თვის განმავლობაში პირველ ასპარეზობას მივიღე ბაქოროში, მანამდე ყველაფერი შიში გასქონა დაუძლია. ძალიან კარგი. შენს პირველ გამარჯვებაზე როგორ საუბრო, რა გრძნობები ჰქონდა და რა ემოცია? ჩემი პირველი გამარჯვება იყო მესამე დოზე, მესამე გამოსვლაზე. პირველ გამოსვლაზე და მეორე გამოსვლაზე ცუდად დასრულებიდან გადმოვედი ცხენიდან, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი мотиваცია, რომ ასე ვთქვათ, უფრო უკეთესი შედეგი დამედოდა გამარჯვებია თქო და როდესაც გამარჯვე, აი ამოწერილი სიხაული და ასე ვთქვათ, ბინიერება არის, რადგან როდესაც ასე ვთქვათ, წაგების შემდეგ იმოჩვენთ არის ძალიან დიდი სიხაული. რა იყო ყველაზე მძიმე გამოწვევა შენ კარიერაში? როცა გაგიძნეთ და დაუშვათ რამის გაკეთება, არ გიფიქრია იმაზე, რომ მოდი თავს დავანებებ ამას და კი, პირველში ყოფილა, რადგან ჩემი პირველი ცხენი, როდესაც მაჩუქეზე ჩამოვყარე, შეგუება იყო ძალიან რთული, რადგან არ იცოდა ქართულიც და არ ჰქონდა ასე ვთქვათ, ახლო შეხება და ეს იყო ყველაზე რთული. შემდეგ რაღაც პრობლემების გამო ჩემმა ცხენმა ბევრი თვე ასე ვთქვათ წააგო, ვერ გამარჯვეთ და ბევრჯერ მქონდა ის ფიქრი, რომ შესაძლოა არ დავანებო, რადგან არ გამომდის, მაგრამ შრომა ასე ვთქვათ გამოვიდა შედეგი და გამარჯვე ზუგდიდის 100. და რამდენჯერ აიღე პირველი ადგილი? 21 პირველი ადგილი მაქვს, აი სამთლიანი კარიერის შედეგი. ძალიან დიდი სამიღწევა ეგ. როგორია შენი ყოველდღიური რუტინა? ჩემი ყოველდღიური რუტინა არის დილით 7 საათზე ჩავდივარ იპოდრომზე, ვავარჯიშობ ცხენს, შემდეგ ვაჭმე, მომული და შემდეგ მოვდივარ სახლში და შემდეგ სკოლაში. აჰა. ყოველ დღე გაქვს ცხენთან შეხება? ყოველ დღე ცხენთან შეხება. ძალიან კარგი. სანამ შენი ცხენი არ ყავდა პირადი მანამდე? მანამდე ყავდა ჩემი ტრენერის მასწავლებლის ჯავღეთის ცხენი ჩიკო. ის ანუ წერან როგორც თქვი, ჩემი ცხენიდან შეგუება გამიჭირდა, სხვა ხასიათი ჰქონდა, რადგან აი ეკებოდა ბავშვის
ხასიათებს და უფრო გამიადგილდა მასთან კომუნიკაცია. შენ ცხენი ვინ მოგიყვანა? ჩემი ცხენი ბაბუ ჩამოიყვანა ყაზახისტანიდან, იქ მაჩუბეს და ჩამოიყვანა. რა გრძნობა გაქვს სტადიონზე გასვლის წინ? აი როცა იწყება შეჯიბრი, რაიმე რუტინა ხო არ გაქვს იმისთვის რომ რაღაცა წარმატებით დასრულდეს? რუტინა რა თქმა უნდა სამწუხაროდ დავხდები, მაშინ ვფიქრობ თუ როგორ შეიძლება რომ გამოვარჯო, მაგრამ როდესაც აი სტარტის ხაზთან მივდივარ, ძალიან მეგობრად ძალიან რთული არის ჩემთვის. რა მიზნები გაქვს მომავალში? რა საპირე? ჩემი სამომავლობები არის ცხენი საიდანაც წამოვიყვანე ყაზახისტანიდან, იქ ჩავიდე და გავაგრძელე ჩემი სპორტი, ალბათ უფრო ვთქვათ მაღალ დონეზე და მივიღო ჟოკეის ტიტული. ანუ საერთაშორისო ასპარეზზე გინდა გასვლა. რას ურჩევდი ანუ იმ ადამიანებს, ვინც ახლა იწყებს ამ ნაბიჯებს, რაც შენ უკვე გაიარე, რას ეტყოდი? იმას ვეტყოდი, რომ მე ამ კონტექსტში ადამიანი რომელიც ყველაფერს მეტყოდა და ის შედეგადაც ძალიან გამიჯერდა და იმას ვეტყვი, რომ წაგება არ არის ასე ვთქვათ ძალიან დიდი განსაცდელი, ეს არის სპორტის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი. და წაგება და მოგება ასე ვთქვათ მე არიანო წაგება ანუ არის მოტივაცია იმისთვის რომ შემდეგ მოიგო. უნდა იყოს ის რომ მაგალითად ფარფლანი დააყარო და შეეშვა სპორტს პირით მოტივაცია უნდა იყოს და მიაღწიო თავის მიზნებს. შენი აზრით რა არის მთავარი რაც ახალგაზრდებმა უნდა იცოდეს სანამ ამ სპორტში მოვლენ? მთავარი ის არის რომ აქ არის საჭირო ნებისყოფა და ასე ვთქვათ მოქნევა, რადგან შესაძლოა კარიერაში არ წავიდეს ისე რომ ყველა გამარჯვება ჰქონდეს და ამის გამო არ უნდა ასე ვთქვათ მარტივად დანებულიყო. აი ახლა დგება მთავარი მომენტი დღევანდელი ღონისძიების, დღევანდელი დოღის, ვის გადაეცემა ზუგდიდის თასი, მეგობრებო. აბა ერთი აპლოდისმენტები გამოუშვით. დარჩება თუ არა ზუგდიდში ეს დიდებული თასი. მაშასე მე კი წარმოგიდგენთ მხედრებს, რომლებიც მოემზადებიან მარულასთვის. 3 ნომრით იასპარეზებს ცხენი შამსია, გიორგი ცინცაძე, ჩოხატაური. ველოდებით მხედრებს, ველოდებით ცხენებს. ვინ იქნება დღევანდელი დღის მთავარი პრიზის მთავარი მფლობელი? ვის დარჩება ზუგდიდის თასი 2025? აპლოდისმენტები. გავიგებთ ახლა ვის რჩება ზუგდიდის თასი. მესამე წრეზე მიდიან ჩვენი მხედრები. როგორც ხედავთ, ცხენი ნომერი 8 გამოეთიშა ასპარეზობას. მეგობრებო, 5 კილომეტრია გარბენი, 5000 მეტრი.
აპლოდისმენტები. მას ასევე ველოდებით საჭთა კოლეგიის გადაწყვეტილებას ვნახოთ. წარმოგიდგენთ ჩვენ საპრიზო ადგილებს. მესამე ადგილი, ცხენი ნომერი 7, ცხენი ნაზლი, ნიკა ფერაძე, ზუგდიდი, საცხენოსნო კლუბი ხარება. მეორე ადგილი, ცხენი ლიზა, აბაშა, მხედარი საბა ხურცია. და პირველი ადგილი, ზუგდიდის დასი. დღევანდელი დღის მთავარი პრიზი მიდის მეგობრებო ჩოხატაურში. ცხენი შამსია, პირველი ადგილი გიორგი წინცაძე, ჩოხატაური. მეოთხე სეზონზე თასი მიდის ჩოხატაურში. ჩოხატაური. გიორგის მივულოცოთ და აჯილდოვებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბატონი ბესიკ ჭეჟია. დაიკავე შენი დამსახურებული პირველი ადგილი. საბა ხურციას თხოვთ ჩვენთან და მესამე ადგილი, ცხენი ნაზლი, ნიკა ფერაძე, ზუგდიდი. ზუგდიდის ოლიმპიური კომიტეტი დააჯილდოვებს პირველ ადგილოსანს. ჩვენი დღევანდელი საუბრიდან ერთი რამე აშკარად ჩანს. წარმატება შემთხვევით ნამდვილად არ მოდის და მას ძალიან დიდი შრომა სჭირდება. ამ ახალგაზრდა მხედრის ისტორიაში თითოეული გამარჯვება შრომის, წესრიგის და ძლიერი მიზნის შედეგია. ასევე ოჯახის, რომელიც მას ყოველთვის გვერდით უდგას. ის მაგალითია იმის, თუ როგორ გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ და არ გეშინია სირთულეების. აუცილებლად მიაღწევ იქ, სადაც გაქვს მიზანი. სადაც ოცნებო. უსურვოთ მას კიდევ ბევრი გამარჯვება, უსაფრთხო-სვლა და ბედნიერი გზა ცხენთან ერთად. წარმატებებს გისურვებ გიორგი. ინტერვიუს დასრულების შემდეგ ჩემს რადიო მსმენელს ექნება შესაძლებლობა უყურონ საღამოს, რომელიც გიორგის ჩოხატაურის მუზეუმმა მიუძღვნა. გამოფენილი იყო გიორგის მიერ მოპოვებული მედლები, თასები, მას უამრავი წარმატება უსურვეს. ცხენი ოჯახის მეგობარი და არის. უფრო მეტიც, ოჯახის წევრადაც იქნებოდა ის. რამე თუ ცხენი იყო ოჯახის საფუძველი ყველაფერი სასეკრეტო საქმიანობისა. საკვების, დამხმარე მასალების, სატრანსპორტო საშუალება ავადმყოფი მიყავდა ეკებთან, ეკები მიყავდა ავადმყოფთან. ამავე დროს კავშირგაბმულობის ზამნელების ბიუტანი მომტანი ალბათ გახსოვდება ხალხს ხოსტის ხელს ეზახოდნენ მას. ქორწინები არ ტარდებოდა არც ერთი ქორწილი გურიაში და საერთაშორისოში, რომ არ ყოფილიყო იქ მაყრიული ცხენით. მეფე მიდიოდა დედოფალთან ცხენით და მაყრიული და მოყავდა დედოფალი ცხენით. აბა ადრინდელი ომები, ბრძოლები, ყველას ვინახიათ ალბათ ბავშვებსაც. რომ ყოველთვის ცხენები იყო მოდელთა რიგები. ცხენი. ვერ ნახავთ ვერცეთ ძველებურ კინოში, რომლის 90%-ში ცხენი არასრულებდეს მთავარ როლს, ანდა გამოსაჩენი არ იყოს მისი მოქმედება. და ბოლოს ცხენი ეს არის, რომელიც ახალგაზრდებს ნერგავს ტრადიციულ სიყვარულს, დოღისაც და აი დღევანდელი დღე ეს არის მუსიკა. მეგობრებო, მოგესალმოთ ყველას. განსაკუთრებით და მოესალმო რაიონის პოლიტიკი უნჩაიდის ხელმძღვანელობას ცენტრალურ მოგზაურობით და უფრო დაწვრილებით სიტყვა გადავწე მუზეუმის დირექტორს ქალბატონ ნათია ბანოზეს. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოგზაურებისათვის. ჩვენ დღეს გვინდა გავიხსენოთ ჩოხატაურის ცხენოსნობა და მასთან დაკავშირებული ისტორიები ჩოხატაურში მოკლედ და შემდეგ გაგაცოთ ახალგაზრდა ცხენოსნიანი გიორგი ცინცაძე. მოგეთ ბატონმა მამიამ აღნიშნა, რომ ცხენი გამწევი ძალა იყო ადამიანისათვის, ჩოხატაურელებისათვის განსაკუთრებით თაღოვანი მხარე არის და აღსანიშნავია ეს, რომ ჩოხატაურელები უკვე ჩაებდნენ სპორტულ სახეობებში, იღებდნენ მონაწილეობას და განსაკუთრებული იყო კიდევ ის, რომ ჩოხატაურელი სპორტსმენები არა მარტო ცხენოსნობაში, როგორც ბაზიერი, ინარჩუნებდნენ საპრიზო ადგილებს და მონაწილეობდნენ სპორტული წესების შექმნაში.
ჩოხატაურელი სპორტსმენებს მიღებული აქვთ არაერთი სპორტის საკითხებში დამსახურებული ოსტატები, ოსტატის წოდება, სამკერდე ნიშნებით არიან დაჯილდოებული და ეს არის ინდივიდუალური თამაშები თუ გუნდური თამაშები. აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურელი სამოსანთა გუნდის წევრები ავთანდილ მიღრელიშვილი, ანზორ ჯიქია, ბატონი პეცილიშვილი, გიორგი დოლიძე ირიცხებოდნენ საქართველოს და საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდებში, იმდენად წარმატებულები იყვნენ. ჩოხატაურელი ცხენოსნები გახელოვნებული იყვნენ, როგორც იყო ისინი ცხენბურთი, ყაბაყი, მარუა, ცხენებით ჭიდაობა, ისრით ბურთის ჩამოგდება და უამრავ სახეობებში. ცხენოსანთა გუნდი ჩოხატაურში ჩამოყალიბდა 1948 წელს. სიარაგვა ჩვენებს 48 წელს 15 კაცის შემადგენლები. შემდეგ ეს მოწვეული იყო სპეციალისტი თბილისიდან, ვინაიდან აქ ჟორაკახიანი იყო, ვინაიდან ჩოხატაურში სპეციალისტი არ იყო, ჯერ იყო 15 კაცის შემადგენლობი, იყო შეყვაძე იყო ხელმძღვანელი და თანდათან გუნდი შემდეგ შეივსო და პროტეხა რესეციის გამო ჩამოთვლას არ დავიწყო. შეივსო 1951 წელს გუნდი უკვე საასპარეზოდ გადის ქალაქ ფოთში და შეიძლება ითქვას, რომ ეს მისთვის მაგალითის მიცემი იყო და უამრავი რამ აიღეს აქედან მათ. 50 წელს, როდესაც ქუთაისის იპოდრომში გავიდნენ ისინი, საცხენოსნო გუნდი მიიწვიეს შეჯიბრებაზე საქართველოს პირველობაზე. 14 გუნდი მონაწილეობდა და 10 კილომეტრიან მაღლობაში ჩოხატაურელებმა აჩვენეს დიდი წარმატება. ცხენბურთელები ყოველწლიურ შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებენ, მაგრამ განსაკუთრებით ჩოხატაურელებისათვის გულის ყოველთვის გულშემატკივარი იყო ჩოხატაურელი მაყურებელი. 53 როგორი საინტერესო ფაქტია, 53-2014 წლებში ჩოხატაურელი ცხენოსნები იყვნენ არაერთი საკავშირო შეჯიბრების მონაწილე და მრავალი საპრიზო ჯილდოს მფლობელი. ცხენოსანთა ვირტუოზულმა თამაშებამ მსოფლიოს მეექვსე ფესტივალზე და ახალგაზრდობის მესამე საერთაშორისო თამაშებზე აღარ მრავალათასიანი მოსკოველი და უცხოელი მაყურებელი. მათ მიიქციეს რუსის სამხედრო მოღვაწის მარშლის სამჯის გზის საბჭოთა კავშირის გმირის ბუდიონის ყურადღება. ბუდიონმა ჩოხატაურელ ცხენოსნებს ღირსეული გამარჯვება მიუღოცა, საჩუქარი გადაცა, შეცხენოსნები აჩვენა გადასცა და მათთან სამახსოვრო სურათიც გადაიღო. ბუდიონს კარგად ახსოვდა ავთანდილ თანომეგრელიშვილი, რომ წინა წელს მან საპრიზოა გადასცა სიგერი და ავთანდილ მეგრელიშვილს თხოვა, რომ დარჩენილი იყო მასთან მოსკოვში და ეხელმძღვანელა იმ გუნდისათვის, რომელიც საცხენოსნო შემოეცათ ბუდიონი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ავთანდილ მეგრელიშვილი შემოთავაზებას არ დასთანხმდა და ის მოდის საქართველოში. 55 წლის განმავლობაში ჩოხატაურელი ცხენოსნები არიან უცვლელად თასის მფლობელები ისინში განსაკუთრებით და მაგრამ საუბედური ჩოხატაურელი ცხენოსნებს არ ქონდა მოედანი, არ ქონდა იპოდრომი და ვერ ვარჯიშობდნენ. ჩოხატაურის ხელმძღვანელობა აღთოვანებული იყო მათი და 1959 წელს აკაკი გოგრონიძეა ჩოხატაურის ხელმძღვანელი პირი და მან ააგო სტადიონი მისა იპოდრომი ააშენა და უკვე აქ დაიწყეს ვარჯიშის ხელოსნება. იპოდრომის აზეიმო გახსნა მოხდა ადგილზე ჩატარებული მეორე რესპუბლიკური სპარტაკიადის დასავლეთ საქართველოს ზონალური შეჯიბრებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია აი სიმაღლეზე ხტომაშიც გამოირჩეოდნენ ჩვენი ცხენოსნები და ავთანდილ მეგრელიშვილი 180 სანტიმეტრზე ხტებოდა ცხენით, რომ ისე რომ ცხენი არაფერს არ ეკარებოდა, მაგრამ ეს რეკორდი მოხსნა გრიგოლ მამალაძემ, რომელიც არის შუამაღლებიდან, რომელმაც 185 სანტიმეტრზე გადახტა ცხენით. ეს იყო უკვე რეკორდის მოხსნა და მას თხოვეს, რომ წამოსულიყო და მიიღო მონაწილეობა, რომ საბჭოთა კავშირის რეკორდის მოსახსნელად. მაგრამ ეს დღე დაემთხვა რატომღაც ქუთაისში დაემთხვა ჩოხატაურის და გუდაუთის თამაშს. ეს თამაში იყო გადამწყვეტი, იმიტომ რომ საქართველოს პირველობაზე იყო საუბარი და თასის ფლობაზე. იქ არ წავიდა მამალაძე, დარჩა თავის გუნდთან ერთად, დაიწყო თამაში ერთ-ერთი სტატიაში წერია, რომ დაიწყო თამაში და აგებენ ჩოხატაურელები, 5-5 ნიჩია დამთავრდა, 5-5 დამთავრდა ნიჩია, მაგრამ საფინალო შეხვედრის მეორე ტაიმში შევიდა მამალაძე თავისი ცხენით ბახმარო, იქ შეტევაზე განხორციელდა და მეორე ტაიმში გაზეთ ბრძოლის დროშას ერთ სტატიაში კითხულობ ჩოხატაურელ ცხენოსნებს იერიშზე მიკონდა გუნდის ყველა წევრი თავგანწირულად იბრძოდა. გუნდის წევრთა შორის მაღალი კლასით, გონება מחვილობით, ოსტატური ფინტებით, ცხენის მართვის ხელოვნებით ანზორ ჯიქიამ განწვრთნებაში მოიყვანა მაყურებელი და თამაში 9-6 დამთავრდა და ესე იგი თასი წამოიღო ჩოხატაურმა, ეს იყო საქართველოს პირველობაც.
ჩვენ გვაქვს დადგენილი განკარგულება დადგენილება მოჩვენება, ჩვენ გვაქვს დადგენილება მოუპოვეთ, დუბლის მიხედვითაც საქართველოში ჩოხატაუში სპორტის ოსტატის წოდება 4 ადამიანზე აქვს მინიჭებული, ეს არის ებრელიშვილი ავთანგი, ჯიქირა ანზორი, ბერძენიშვილი ლადო, მამალაძე გრიგორი, ეს ჩვენს ხელთ მოპოვებული მასალებით არის ეს ასე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩოხატაუში ცხენოსნობის განვითარება მაინც ბახმაროს უკავშირდება. ბახმაროში როგორც ვიცით დადიოდნენ მეგრელი მწყემსები, აქ ხდებოდნენ გურულებიც, ზოტი ყელიდან შემოდიოდნენ, ხორჯობელი აჭარები შემოდიოდნენ და რაღაცის ხონდა გართობა იყო საჭირო. ისინი ზიდამთაზე ცხენით გადადიოდნენ, გადმოდიოდნენ, მაგრამ ერთ დღეს მოილაპარაკეს, რომ სეზონის დახურვა უნდა ყოფილიყო დოღით. და მართლაც სეზონის დახურვის დროს აღინიშნებოდა დოღით. მაგრამ როცა ბახმაროს მიენიჭა კულტურის, მისი კურორტის წოდება, უკვე გაჩნდა იქ ადმინისტრაცია და ადმინისტრაცია ჩაუდგა სათავეში დოღის ჩატარებას, სპორტული წესების დაცვით ტარდებოდა დოღი და გაიმართა დოღი. მაგრამ მოხდა ის, რომ 1997 წელს რამის ხელმძღვანელი ბატონიაცისადის დიდი მონდომებით და გადაწყვეტილებით, რადგან აქ იყო უკვე წმინდა სალოცავები, მაგრამ არა მართლა დიდებულები ქრისტიანული, საჭირო იყო რაღაც მოიფიქრებით, რომ იქ ყოფილიყო სალოცავი ეკლესია. იაცინსაკის მეგობრების დახმარებით 97 წელს ააგო ტაძარი და აღსანიშნავია ის, რომ ყველა საუფლო დღესასწაულზე საქართველოში ყოველდღიურ საუფლო დღესასწაულის შემდეგ იმართება სპორტული ღონისძიებები. თუ კი ბახმაროში ტაძარი აშენდა, ესე იგი მას მიება ის ძალიან კარგი ტრადიცია, რომ მის სალოცავი წირვის დამსრულების შემდეგ უკვე იმართება დოღი და აღარ უკავშირდება დაუშვათ სეზონის დახურვას. ეს მიეძღვნა საუფლო დღესასწაულს. ეხლა ჩამით თქვენი გიგობას ბახმარის დოღი. ჩვენ ჩოხატაურის არქივში დასული გვაქვს მასალა ბახმარის დოღის შესახებ და მინდა მოვისმინოთ. ეს ტრადიცია არც წელს დარღვეულ. დამსვენებელთა უმრავლესობა კოლონიური და შეჯიბრებაში ძირითადად კოლონიური სპორტსმენები მონაწილეობენ. ახმიან და ბახვის წყლის მიდამოები მართლაც სადგაგონილა მარულა ხიჟინისა და შეზახილების გარეშე. აქტივობდნენ მარულაში პირველობას ერთმანეთს ეცინებოდნენ ზუგდიდი და ჩოხატაურელი ცხენოსნები. პირველი ადგილი ჩოხატაურელმა მოგვწევდნენ 13 წლის ლაზარე ცინცაძე მოიყო. და ახლა გადავიდოდი ტრადიციაზე, რისთვისაც ჩვენ აქ მოვედით. ეს არის ჩემს გვერდით დგას პატარა დიდი ადამიანი, გიორგი ცინცაძე და ეს ლაზარე შვილიშვილის ლაზარის ოჯახის გაგრძელება არის. სანამ ლაზარე არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, როგორც პიროვნება, როგორც გადმოცემით ვიცით, იყო უდიდესი ცხენოსანი და მას ბევრი მიღწევა სპორტულ კარიერაში ცხენოსნობასთან დაკავშირებით. გიორგი დაიბადა 2010 წელს, არის ჩოხატაურის ნიკომარის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, წარმატებული მოსწავლე და მან ცხენთან ურთიერთობა გადაწყვიტა, როგორც ვიცი და დიდუნაც იტყვის, ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე. მას ხშირად ესმოდა ბაბუის სახელი, ესმოდა ცხენთან დამოკიდებულება, ხედავდა მაგირებს, ხედავდა თასებს, ბაბუის მედლებს, სიგელებს და რატომღაც მასაც გაუღვიდა გულში, ეს მის საღგონებაში ჩაიბეჭდა და გადაწყვიტა, რომ გამოსულიყო ცხენოსანი. 2000 წელს შემოშალოს 23 წელს გიორგი იწყებს უკვე გამოთქვა სურვილი, რომ მე მინდა ცხენოსნობა და პირველი მისი მხარდაჭერი, რა თქმა უნდა, ოჯახი იყო, მშობლები, ოჯახი და ოჯახი მოგდანდი გიორგი. ოჯახი იყო, მშობლები, და რატომ გადავწყვიტეთ ჩვენ შეხვედრა გიორგისთან, აი ამ მცირე მორაკვეთს გაჩვენებთ ახლა. როცა მეტყვი ბუდიში ვხდით. ლევანდელი
დღის მთავარი პრიზი მიდის მეგობრებო ჩოხატაურში ცხენი შამსია პირველი ადგილი გიორგი ცინცაძე ჩოხატაური გიორგის მიულოცოთ დაარჯობებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბატონი ბესიკ ჭეჟია დაიკავე შენი დამსახურებული პირველი ადგილი საბახუციას თხოვთ ჩვენთან და მესამე ადგილი ცხენი ნაზლი ნიკა ფერაძე ზუგდიდი მესამე ადგილს მე და ჩვენ ეს როცა ნახეთ სიამაყეც გიორგი დაგვესვენი იმიტომ რომ ვინც იცის სპორტული ისტორიის შესახებ ჩოხატაურში მეგრელები განსაკუთრებულად გვებრძოდნენ არა გურულებს კი არა ჩოხატაურებს ნამდვილ ჩოხატაურებს იქ სადაც ძირი იყო ელოფურტის გეგეჭკორით სულ დააობდა იქ სადაც ძირი იყო ცხენოსნობით ყოველთვის გვებრძოდნენ მინ გამოჩერდა და მინდა ვთქვა რომ აფხაზეთში ჩვენი ჩოხატაურის ცხენოსნები ჩაყავდა საჩვენებო თამაშის უდაოთის გუნდს ვერავინ ვერ უგებდა ჩოხატაურის გარდა და გამწარებულები იყვნენ და ეს დიდი მიღწევა იყო რომ ზუგდიდიდან წამოიღო თასი გიორგი წლების შემდეგ როგორ გიორგი ვარჯიში დაიწყო საცხენოსნო მოთხიში და როგორ თვითონ მან მომიყვარო აი მე და ბაბუა ჩემი ვიდეო ყველა დილოს სკოლაში წასვლამდეო მივდიოდითო ვარჯიშობდითო და მე უკან ბრუნდებოდი და მე მივდიოდი სკოლაში მისი პირველ მხარდამჭერად ყოველთვის გიორგი ასახელებს მშობლებსაც მოდა მაგრამ განსაკუთრებით ბაბუას გიორგი საკუთარი ცხენი აყავდა და იქ მისი პირველ მასწავლებლის უდიდესი მადლიერია თვითონაც იტყვის პირველი მასწავლებლის მადლიერია და ჯაბა ბერიძის მადლიერია და ჯაბა ბერიძე მის შემოსვლა პირველად ცხენზე ჩიკოსი რომელიც ჩიკოსაც სიამაყით აღნიშნავს და ისე იგი ზაფხული დაიწყო გაზაფხულზე გიორგი ვარჯიში მოემზადა სამივე ცხენი ჩიკო გიორგი და ჯაბა მასწავლებელი და გამოვიდნენ ბახმაროში დოღზე გიორგი საერთოდ გაუშვია და გიორგი გამოდის ბახმაროში დოღზე, სადაც მეოთხე ადგილი მოიპოვა გიორგი. მეოთხე ადგილი მოიპოვა გიორგი. ნელა-ნელა გიორგი სახელი მოიხვეჭა, იწვევა სხვადასხვა ქალაქებში გამოდის და ინტერესი გაგვჭირდა გიორგის მიმართ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან გამართულ შეჯიბრებებში. იყო რაჭა, ქალაქი თბილისი, დიდგორი, დიდი ჯიხაი, აბაშა, თიანეთი და ის ყველგან საპრიზო ადგილებს იკავებს. ყუროთ ბახმაროში გამართულ 4 საპრიზო წელს 2008 წელში ყუროთ ბახმაროში გამართულ 4 საპრიზო სწრაფად 4 საპრიზო ადგილიდან მონაწილეობა მიიღო 3 კატეგორიაში და აქაც წარმატებით გაიარა დაამთავრა მან. და ეს იყო 4 ნოემბერი, ჩვენ რომელიც ვნახეთ 4 ნოემბერს გიორგიმ უკვე დიდ გამარჯვებას მიაღწია ზუგდიდში. გიორგის რამდენიმე შეკითხვა გინდა დავუსვათ და თვითონ ვერტის ბატონი მოგესალმებით ბატონიას მომსახურებისთვის და ჩემი დაფასებისთვის ასევე მადლობა მინდა უთხრა მერიას რადგან მომსახურება დამაფასე ასევე ჩემი მხარდაჭერისთვის და მადლობა მინდა უთხრა მუზეუმს რადგან დღევანდელი დღე ესე კარგად დაუფინეს და რაღაცნაირ ხალხს ჩემი მიღწევა აი შემოგვეყავი რა თქმა უნდა დაწყებასთან. პატარა ასაკიდან, როდესაც ჩემი მშობლები მიყვებოდნენ თუ როგორი ტრადიცია იყო ძველად და თუ როგორი იყო ჩემი დიდი ბაბუა, ჩემი დიდი ბაბუის მიღწევები, ამ ყველაფრის შემდეგ გამოსდა რომ მეც მქონოდა რაღაც გარკვეული ურთიერთობა და სიახლოვე ცხენთან და ამ ყველაფრის შემდეგ მე მივედი ჩემს ასწავლებელთან, წერან ახსენეთ, ჯაბა ბერიძესთან რომელმაც არა მხოლოდ ცხენთან დამაახლოვა, არამედ მასწავლა ის, რაც დღეს ვიცი და ჩემი მასწავლებლის დამსახურება არის დღევანდელი გამარჯვება. და ამით მინდა მადლობა გადავცე ჯაბა ბერიძეს. გიორგის ცხენი აყავდა და მან ეს დიდი სურვილით გაანდო ოჯახს, როგორც თვითონ ვიყავ მე. და ბაბუამ მეგობრებთან ერთად წავიდა ყაზახეთში და იქ ჩავიდნენ ცხენს საშენში და იქ მფლობელს მოუყვეს ისტორია რომ გიორგის ბაბუა ასეთი იყო, მან ბავშვმა პატარა ბავშვმა ისწავლა და ის ყაზახი მფლობელი მითხრა რომ ცხენი მოდიოდა საიმედო ხელში
და პატარა მეგობარს გიორგის საჩუქრად გამოუგზავნა ცხელი შანსი იყო, რომელიც საჩუქრად გამოუგზავნა. ძალიან როგორც გიორგი ყვება, ძალიან რთული იყო ცხენთან ურთიერთობა თავისთავად, იმიტომ რომ უცხოენოვანი ცხენი იყო, პატარა მხედარი მივიდა მასთან მოსავლელად, ცხენმა სიტყვები ვერ იგუა და დიდი სიყვარულით და პატივისცემით ექცეოდა გიორგი ცხენს, უკვე ცხენის მოვლაც იცოდა და თვითონ წვრთნის და თვითონ ავარჯიშებს. ხო სერგეი? თვითონ წვრთნის და თვითონ ავარჯიშებს. ბაბუა შენ ძალიან მომალია. გიორგი როგორ ეუბნები ხოლმე ცხენს ეს დასაწყისია და ჩვენი დროს მალე დარჩება. ცხენს ხშირად ეუბნება რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ჩვენი დროც მალე დარჩება გიორგი ეუბნება. თვითონ გიორგიც ამბობს რომ ეს დასაწყისია მის ცხოვრებაში, ნამდვილი პერიოდი, ნამდვილი ცხოვრება აწიწყება მისთვის, რადგან მას მოგებული აქვს გიორგის 21 პირველი ადგილი. პირველი ადგილი აქვს, უამრავი მეორე ადგილი და მესამე ადგილიც აქვს. მაგრამ თვითონ ამბობს, რომ მეორე და მესამე ადგილები მემაძლევს ტიმურს, რომ ვიყო უკეთესი და ის დაშვებული შეცდომები მეორე შემთხვევაში გამოვასწორა. ეს იყო მოკლედ შესაძლოა მინდოდა ვთქვა. ტრადიციაზე საქართველოში და ყველა ვიცით რომ საქართველოში უცხოური დროიდან ცხენოსნობის ძალიან დიდი ტრადიცია არსებობს. განსაკუთრებით სპორტული ცხენოსნობაც მათ შორის და ჩოხატაურიც არ არის გამონაკლისი და ჩოხატაური ერთ-ერთი მოწინავე იყო ყოველთვის საქართველოში ცხენოსნობის ტრადიციით და მე ძალიან მიხარია რომ ეს ახალგაზრდა კაცი ამ ტრადიციას ოჯახის ტრადიციას და ჩოხატაურის ტრადიციას ესე სახელოვნად მიყვება, მინდა მას წარმატებები უსურვო, როგორც შემდგომ სპორტულ ასპარეზზე, ასევე განათლების მიმართულებით და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს მიაღწევს ის და ჩოხატაურის თვითმმართველობის სახელით, ასევე მინდა ჯილდო გადავცეთ ფულადი თანხის 1000 ლარის ჩვენ ეს ღონისძიება ბავშვებისთვის მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმიტომ რომ სხვა სოფლის სკოლის მოსწავლეებსაც სურს ნახვა და ამ ღონისძიებას ასეთი მასშტაბით გავაკეთებთ ბავშვებთან ერთად. ბატონო ლევან, მიესალმებით. ქალბატონო ხათუნა თქვენ. გიორგის შობლებით მახსოვს ასე ამაზე უფრო პატარები და არის მეორე ძალიან დიდი მიღწევა და რა თქმა უნდა გვახარებს მოგესალმებით ყველას. ყველანი ჩოხატაურში ცხოვრობდა, ჩოხატაურის ისტორია ვიცით და ჩოხატაურის უყვარს, ყველა ვიცით რომ ჩოხატაურის ცხენოსნობის კუთხით რა თქმა უნდა მუდმივად განვითარებული იყო და თავისი მიღწევებით ჩოხატაური თავისი მაღლაზე იყო ყოველთვის. გვახარებს რა თქმა უნდა გიორგის წარმატება, შორიდან ყველა ბალეში გქონდ, ძალიან კარგი იდეა იყო რომ დღეს ერთად შევხვდებით ხავით და ყველას ერთად გვეთქვა, მადლობა ამ ახალგაზრდა კაცისთვის და უსურვებთ წარმატებას და ძალიან ბევრ წარმატებას კიდევ ცხოვრებაში. დიდი მადლობა. მოგესალმებით. ძალიან დიდი პატივია ამ წუთში ვიყო აქ ამ შესანიშნავ მუზეუმში და ჩემს მოსწავლეზე მესმის არაჩვეულებრივი სიტყვები. მარტო საქებარი არა. ეს მოსწავლე ცხენის და ჯირითობის კუთხით კი არა, სკოლაშიც თავისი დისციპლინით, ზრდილობით, უფროსი რო იცის, უმცროსი რო იცის და мотивация აქვს იმისი, რომ თუკი რაიმე კარგი არსებობს, ყველაფერში მიიღოს მონაწილეობა. ანუ თანამედროვე დაინტერესებული ახალგაზრდა არის. ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო პირველი ჯილდო რო აიღო და გიორგი ცინცაძემ პირველი ადგილი დაიკავა. მაშინ პირველად გავიგე, რომ თურმე ჯირითობა უყვარდა. ახლა ლაზარე ყველა მიცოდა და მეც მახსოვს პირადად, როდესაც ბახმაროში დოხზე გამოდიოდა და ჯირითობდა და ახლა იმის შთამომავალი არ გამკვირვებია, რომ ცხენი ეყვარებოდა და ჯირითობას დაიწყებდა. გიორგი სიამოვნებს ყოველივე ეს, კი მინდა რომ ერთხელ ნახო შენი ჯირითი
და პირადად ვიხილო და გიხილო პირადად შენ და ამ წუთში ხარ დიდი ვერ ვარ დიდ დონეზე რომ სკოლის სახელით დიდი საჩუქარი, მაგრამ მინდა გადმოგცე დათათუთაშვილის ორივე ტომი და მინდა რომ ერთხელ კი არა, რამდენჯერმე წაიკითხო და ის დიდებული, ის ღირებული, რაც ყველა ქართველისთვის აუცილებელი არის, ის ამოიკითხო. ღირსეული ჩოხატაურელი იყო, ღირსეული ქართველი იყო. არა, მნიშვნელობა პროფესიას რა საერთოდ ვშვილობ. თავარია შენი პროფესია გიყვარდეს და ამ პროფესიით გამოიჩინო თავი. წარმატებები როგორ სკოლაში იმიტომ რომ ყურადღებიანი არიან ძალიან. თანამშრომლობის მაღალი კულტურა აქვს სკოლასთან. ძალიან ხშირად კითხულობენ თავისი შვილების ამბავს. ჩვენ ასეთ მშობლებს მივესალმები და კიდევ განსაკუთრებულად დიდ პატივს ვცემთ, იმიტომ რომ ესაა მთავარი დღეს ამ საზოგადოებაში მოსწავლემ თავი დაიმკვიდროს, თავისი ადგილი იპოვოს. ეს ვფიქრობ ძალიან დიდი მიღწევა არის. ამაში მშობლების წვლილი ძალიან დიდი არის გიორგის შემთხვევაში. მადლობა თქვენ, ჩემო ძვირფასებო და გისურვებთ რომ ყველანაირად საუკეთესო პირობები შეგექმნათ თქვენი შვილისთვის და თქვენ შვილს ეს გადაეხადოთ აი ასეთი კარგი შედეგებით 21 პირველი ადგილი არც თვის რა დონეზეც არ უნდა იყოს. მე ვფიქრობ რომ არ არის ცოტა. 21 ძალიან ბევრი მიგეხოს და ისიც მახსოვს აი ჩემი მეუღლიდან რომ დოღზე რაიკომის პირველმა მდივანმაო ოქროს საათი მოიხსნა და ლაზარეს გადასცა საჩუქრაო დოღში გამარჯვების დროს. ასე და ასეთ საჩუქრები უამრავი გიყოს, მაგრამ მაინც ვიხსება და მაინც კაი შავანაზერია, მაგრამ შავანაზ. გიორგისთან მართობაში გამორჩეული რას ჰქონდა აბაშაში დოღი გიორგის მონაწილეობდა, მონაწილეობდა გიორგი და იქაც პირველი აქტები ჩამოიტანა გიორგი. გიორგისთან შესახვედრად თბილისის ქალაქ თბილისიდან ჩვენ გვყავს სტუმარი ქალბატონი მარიკა გთხოვთ. სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოგბრძანდა ქალბატონი. მოგესალმებით. ძალიან გღელა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ამაღლებელი დღეა ჩოხატაურებისათვის, როდესაც ასეთ შესანიშნავ ახალგაზრდას უწყობთ შეხვედრას და ყველა კიდევ იმიტომ რომ ამ დარბაზში განთავსებულია იმ ადამიანის ნახატი, რომლის სახელობის ფონდსაც მე ვხელმძღვანელობ, ალბათ მეურმა ერთით ბეგი მამალაძის ფონდის პრეზიდენტი გახლავართ, მისი დედა, რომელიც უსაზღვროდ იყო შეყარებული თავის ქვეყანაზე და ცხენი იყო მისი ყველაზე სერიოზული გატაცება და ამის მტკიცებულება ის, რომ მის სამხატვრო თემატიკაში მხედრული და განსაკუთრებული ძველი თემა ეს არის დიდგორის ბრძოლა, ნახავთ რამდენი ცხენი ყავს დახატული, არც ერთი ფიგურა არ გავს ერთმანეთს და რამხელა სიყვარულია ჩადებული მისი ქვეყნის აი ამ ნახატში. და სიმბოლურია ისიც, რომ დღეს როდესაც ქალბატონმა თეამ ეს პატარ მოკლე ასე ვთქვათ ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ ის ტაძარი, რომელიც 97 წელს სიმბოლურად აი ამ დოღთან იქნა დაკავშირებული, იმ ტაძარშია ბეგი მონათლული და ის დოღი იყო მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა ბახმაროს ცხოვრებაში. ეხლა რა კავშირი გვაქვს მე და გიორგის? ჩვენ გვყავს, ჩვენი ფონდს ყავს სტიპენდიატები და წელს, როდესაც გიორგიმ პირველი ადგილი აიღო, ჩვენ ყოველწლიურად რა უკვე 10 წელი ხდება, რაც ბეგი გარდაიცვალა და მისი გარდაცვალების მერე მისმა მეგობრებმა დააწესეს მის სახელობის ფონდი, უკაცრავად პრიზი და ყოველ ბახმაროს დღეს გამარჯვებულებს გადაეცემათ ხოლმე ბეგის პრიზი. მანამდე მე მგონი სოსო რამიშვილი აქ არის ერთ-ერთი პირველი პრიზიორი ამის იყო სოსო ბეგის ბავშვობის მეგობარი და დიდი მადლობა სოსო ბეგის მეგობრობისთვის და აი ამ სიყვარულისთვის და წელს მოხდა ისე რომ გიორგი შარშანაც გაიმარჯვა გიორგი, მაგრამ წელს როდესაც გიორგი დაიკავა, ჩვენი გადაწყვეტილებით გიორგის გადავეცით ეს პრიზი და მაშინ ჩვენ გვყავდა ბეგის სტიპენდიანტი, თქვენივე აი ამ
რაიონის ერთ-ერთი ძალიან საყვარელი და პერსპექტიული ახალგაზრდა ნიჭიერი გოგონა მარი ბრეგუ. მარი მობრძანდი აქვს, მარი იყო ჩვენი სტიპენდიატი, რომ ჩვენ ერთი წლის გაჯილდოვებთ ხოლმე ნიჭიერ ახალგაზრდებს ბეგის სტიპენდიით. და იქ გადაწყდა, რომ მომავალი წლიდან უნდა ყოფილიყო გიორგი ბეგის ფონდის სტიპენდიატი. და დღეს სარგებლობთ შემთხვევით და ჩამოვედით, რომ გიორგის ეს სერტიფიკატი გადავცეთ. გიორგი, აი ეს არის სერტიფიკატი, რომელიც აი ეს სერტიფიკატი, მოდის გიხდით უნდა მომე. აი ეს ბეგის ნახატზე არის სერტიფიკატი, რითაც შენ ერთი წლის მანძილზე გადმოგეცემა გიორგი ყოველთვიურად მართალი ოდენობით არა, მაგრამ ერთი წლის მანძილზე თანხა ჩვენი ფონდის სახელით. ეს კი არის შენ სასახლეში ბეგის მიერ შესრულებული ცხენოსანი, რომელიც არის ჩვენი ფონდის ლოგო და ამასაც შენ სახსოვრად გადმოგცემ ჩემო ძვირფასო. და გადმოგეცა წიგნი ბეგის ლექსების კრებული. მე ვხედავ რომელსაც ასეთი წარწერა გავაკეთეთ. გიორგი, მრავალი გამარჯვება მოგველოცოს შენი დიდი ბაბუის ლაზარე ცინცაძის და საქართველოს სასახელო. ასე ვთქვათ, ჩვენი ფინანსური შემოწირულობა. რაც შეეხება ჩვენ საყვარელ მარის, ორიოდე კვირის წინ ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის ბავშვები აგახლავთ მისი ხელმძღვანელი ქალბატონი მზია კვინტრაძე იყვნენ ჩვენი ფონდის მოწვევით და თუ ტრადიციულად ჩვენ ჩამოდიხართ ხოლმე უმასპინძლეთ თბილისში მწერალთა სახლში რომელიც მიეწვნა ნოდარ დუმბაძის ხსოვნას და მხატვრებმა მათ ნახატი რომელსაც ახლა მარი გვაჩვენე აი ეს ნახატი რომელიც და მე გადმოგცემთო და თურმე მოისაოცრება თურმე წინ გველოდება უფრო უკეთესი რამ რომ ეს ბახმაროს ფერისცვალების ეკლესია და ბეგის მიუძღვნა, იმიტომ რომ ბეგი მართლაც რაინდული სულის ადამიანი იყო და ბოლოს აჭარლები რომ ასე ვთქვათ ფინანსურად აკოტრებდნენ ბეგის როსო ცხენს ქირაობდა. მე ის და მისი მეგობარი მინდორში გადიოდნენ ხოლმე და უბედო ცხენებს აჭენებდნენ ხოლმე ისე უყვარდა მაზის. და გადავწყვიტეთ მე და მარიმ რომ ფონდის და მარის სახელით ეს ნახატი გადავცეთ გიორგის. ალბათ მომავალი გიორგი ნახატა. დილოცავ და ვისარგებლო შემთხვევით და ჩოხატაურის საკრებულოს, ჩოხატაურის მერიას, ბატონ ზვიას, ქალბატონ თეას და მათ თქმა მარის ამ გაერთიანების ხელმძღვანელ ბატონ მინდია დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ოჯახის ბეგის ხსოვნისადმი გაწეული აი გულისხმიერებისათვის რაც ბოლოს დაგვირგვიდა იმით რომ მის საყვარელ ქუჩას ბაზრის დაღმართს ეწოდა ბეგის სახელი და ალბათ რომელიც პირდაპირ გადაყურებს აი ამ იმას რა ქვია დოგის მთელ პერიპეტიებს და დიდი მადლობა ყველაფერი იმისთვის რასაც თქვენი ჩოხატაურელი ახალგაზრდებისთვის აკეთებთ. ბატონო მარი, თქვენ თვითონ ჩემი ბიჭი ყოფილა აქ. თქვენ ბიჭს მიესალმ. მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ძვირფასო სტუმრებო. იმასია ნამდვილად ნათია. გიორგი არის ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარი, ასელი. ბავშვიდან ერთად მოდიან და ჩემთვის ორმაგაც ასიხარულოა მისი ეს წარმატებები. აქ ბევრი თქვა და მე ფაქტიურად რაღა დავამატო არ ვიცი. გურიისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ცხენოსნობა ტოლს აღუდებდა ქვეყნის მასშტაბით არც ერთ რეგიონს. და იმ ფონზე, როდესაც ისეთ ქვეყნებში, როგორც არის ინგლისი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, გერმანია და ასე შემდეგ, ეს სპორტი როგორც ტრადიცია, როგორც თვითონ სპორტული სახეობა არის უმაღლეს მწვერვალზე ასული და ჩვენ აი წარმოიდგინეთ ახლა მსოფლიო გეოგრაფიული რუკა ერთი პატარა ქვეყანა საქართველო
მე ამ საქართველოს ერთი ციცქნა კუთხებულია და ყავს 21 ადგილის, პირველი ადგილის მქონე 15 წლის ბიჭი გიორგი ცინცაძე და ეს არის მე ვფიქრობ ძალიან დიდი სტიმული იმისათვის რომ მიბაძონ მას თუნდაც მისმა მეგობრებმა ჯანსაღი ცხოვრების წესი პირველ რიგში მე ქვეყნის სასიკეთო და სასახელო საქმე და აქ ამ დარბაზში სხვადასხვა სფეროში ბევრი შემდგარი პიროვნება ბრძანდება და მისი თავი ასე თუ ისე ნაპოვნი აქვს ამ ცხოვრებაში. არიან კიდევ მოზარდი თაობა, რომლებმაც აწი უნდა იპოვონ თავისი გზა და ადგილი და აქ იქნებიან დარწმუნებული ვარ მომავალი თუნდაც მეცნიერები, ექიმები, კვლევარები, სპორტსმენებიც, მაგრამ მხედარი დარწმუნებული ვარ არც ერთი არ იქნება და ყავს მხოლოდ გიორგი ცინცაძე და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის და მე თავისუფლებას მივცემ როგორც ამ დარგის ერთ-ერთი გულშემატკივარი ვარ ჩოხატაურში ზვიად მამალაძეს 2 სიტყვით. მადლობა. მოგესალმებით ყველას პატრიცინი. დევანდელი საღამო უკავშირდება მართლიერებას. მე შევიფიქრე რომ იოს უკეთ მადლობა ისონ ჩოხატაურის სახელს დაადანებს ისეულოდ. სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა ქალაქებში და ვაკაციკაცია დადის მოკიდე შეეხო ფესვებს მისი ბაბუის, დიდი ბაბუის და მისი დიდი ბაბუის ნაფეხურებზე გააგზავნა სიარული, რასაც დიდი ვაკაცობა ჭირდება გამეცნობით თითოეულ თქვენთან. რაც შეეხება გამარჯვებებს, ეს არის ის პირველი გამარჯვება, მას ბევრი გამარჯვება მოუპოვებია აქამდე, მაგრამ ის იყო რაღაც განსაკუთრებულად დიდი და ემოციური, რომ ზუგდიდიდან წამოიღო საქართველოს პირველობის მთავარი პრიზი 15 წლის კაცმა, რომელიც იყო საკუთარი ცხენი, რომელიც მისივე მომზადებულია, ეს არის ძალიან დიდი საქმე. და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ასევე დიდი მადლობა მინდა განსაკუთრებით მის ოჯახს, მის ბაბუას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა, რომ დამერწმუნეთ ყველას ყავშვილები აქ ბევრს ყავს და წარმოიდგინეთ თქვენი 13 წლის შვილი გაქანებული დოღზე, ცხენზე, ბახმაროში, აი ამდენ, აი ეს არის ძალიან დიდი რაღაც თავდადებაა და მადლობა მათ ამისთვის. მადლობა მინდა უთხრა ხალბატონ ნათიას, იმიტომ რომ მან გააკეთა ორგანიზება, მან მოაწყო მისი მონდობებით არის, მისი ინიციატივა იყო. მიუხედავად იმისა, რომ დოღიდან დაურეკე მინდიას და უთხარი რომ გიორგის მადლობა უნდა გვეთქვა და ჩვენ მაინც ეს ხონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ჩემმა დამოუკიდებლად მან დამირეკა და მის შემოთავაზა თევანდელი დღე და მადლობა მინდა გითხრათ თითოეულ თქვენთანაც ამისთვის. მადლობა მინდა უთხრა ასევე იმ ბიჭებს, რომლებიც აგრეთვე ეწევა ცხენოსნებს, ვინც გიორგიმდე მოიტანა აი სპორტი. რომ ცხენს ჭირდება ხალხო ბავშვით, აი ადამიანით მოვლა, გაწუხნა და ფერება და ძალიან ბევრი შრომა და სიყვარული და ამ ბიჭებმა ეს შეძლო მოიტანა დღემდე და ამიტომ ყავს გიორგი ჩვენი იმედი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ცხენიც იქნება, თავლაც იქნება, ყველაფერი იქნება, მაგრამ თავარია იყოს ახალგაზრდა, ვისაც უნდა სპორტსმენი, ვინც ამ ცხენზე დაიდება და გააჭერებს და ჩვენ ყავს გიორგი ცინცაძე. მოგესალმებით, პროექტში მინდა მადლობა გადავხატო ღონისძიების ორგანიზატორს ხალბატონ ნათია კალანდაძეს, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიებისთვის. მიხარია რომ ესწრება ახალგაზრდები, მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება ცნობადობის სამახსოვრის კუთხით. მოვისმინეთ ჩვენ ინფორმაცია ცხენოსნობის თემასთან დაკავშირებით და ჩოხატაურის სფეროსების გუნდის წევრების წარმატების შესახებ. მიხარია რომ დღეს ჩვენთან არის ახალგაზრდა გიორგი ცინცაძე და აგრძელებს მისი წინაპრის ტრადიციას. მას აქვს მრავალი გამარჯვება მიღებული და მინდა კიდევ წარმატებული უსურვო
ასევე გიორგის ვუსურვებ, რომ ყოფილიყოს მსოფლიოში საუკეთესო პროფესიონალი მხედარი. და კიდევ ერთხელ მოგეწონებიო წარმატებები ძალიან გაფასებ გვიყვარხარ და გვიამაყებ რომ ხარ ჩხატაურელი. ძალიან დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს. ერთი ადამიანი კარგი კაცი გავიცანები გიორგის მადლობა მინდა გითხრა რომ ერთი ძალიან კარგი ადამიანი გამაქვს. ადეკი გუბას ერთანის გუბას ჭიჭარაძე რომელიც გიჩქარდე ისა გუბას ჭიჭარაძე და კრასელია მეთქი შენიშნებუკითხე არაო მითხრა აბა მეგობარი ვარო და როგორ მეგე ცხენოსნობასთან დაკავშირებით მეგობარი ვარო და მეც ცხენოსანი ვარო და ჭირდება ძალიან ბევრ წარმატებას. ხა გიორგის შესახებ მადლობა ყველას რომ გიორგი დააფასეთ მუზეუმს გამოგებიას რომ დაინტერესდა გიორგის ცხოვრებით. ჩვენი ცხოვრება ალბათ უკავშირდება ერთმანეთს ცხენით გავიცანით ერთმანეთი და აქამდე მოვიყვანოთ. დიდი ხანი ვეცადეთ ამ შედეგის დადებას, ალბათ 1 წელი რაც ამას ვცდილობთ. იყო ცხენოსნები, ვინც გვეხმარებოდა ამ ყველაფერში, მაგრამ ბოლო დროს უკვე ვცდილობთ რომ მარტო გვექნა ეს ყველაფერი და ბოლოს გამოვივიდა ესე რომ ვთქვათ, მივიღეთ ზუგდიდის პირველი ადგილის თასი, სეზონი დავხურეთ პირველი ადგილით, მოუგეთ ისეთ კონკურენტებს, რომელიც ალბათ ისეთი კონკურენტები იყო, რომ მიგვაჩნდა ვეღარ პირველი ადგილი ჩვენი იყო და მეორე ადგილი ჩვენი. მესამეც. და ეს უჯერებდა ისეთი კონკურენტი დავამარცხეთ, კი ჩოხატაურის ცხენი იყო, მაგრამ იმიტომ გაგვიხარდა, რომ ამ კონკურენტს ვერ ვძვით, ასე რომ ვთქვათ, სპორტი მეგობრობა არ არის. დიდი ხანი ვებრძოდით და დავასრულეთ. ისი კარიერა ჩვენი მომენტი. ასეთი მეგობრობისთვის მომავალ წელს მე და გიორგი შევერკინებით. აი, მას ვთქვა რომ შევერკინებთ და მე და გიორგი. და მადლობა მის ოჯახს, განსაკუთრებით საზავო, იმიტომ რომ საზავო რომ ყოფილიყო გიორგის ეს მოგება არ იქნებოდა დღეს და საზავოს ყველაზე დიდი წვლილი აქვს ამ ცხენოსნობაში. ოჯახს, მაგრამ საზავოს განსაკუთრებით. ვიცი რომ გიორგის რაღაცა სიურპრიზი აქვს მუზეუმისთვის და მიცეთ გიორგის. ვიცი რა, ერთი გამოვიწყდა რომ მისი უსაყვარლესი პატარა და ყველაზე დიდი მადლობა და მე ხომ რომელიც 24 საათი მის გუნდით არის და ეს ცხან წიგნებს უკითხავ და ხან გაკვეთილებში თავად ორივე ერთად დადიან და ეფერებდნენ ერთად დიდი სიყვარული. ეს ვიდეო გადამოყო გუბასმა გიორგის და გუცუთენიდან აუთ. აი, ის ხან შამსიასთან ერთად. მიეყარა. გუბასი და გიორგის გადაუ. ეს ცხენია ყაზახეთიდან ჩამომავალი. რაჯიშისა. შეკრების და ასე ვთქვათ შეხვედრის მთავარი მიზეზი იყო ზუგდიდის თასი, რომელიც როგორც ისტორიიდან პირველი იყო, რომელსაც ჩოხატაურებმა წამოიღო ეს თასი და მინდა რომ მუზეუმს გადავცე ჩემი ხარობები. ეს გაგმანიას. ვინმეს თუ კი მიმოწვა უნდა სრულიად გიორგისთან შესული არავინ არ არის.